მეგობრებო, კიდევ ერთხელ მოგესალმებით. წეღან გავაჟღერე ეს საკითხი ეკლესიიდან, თუმცა იქ იმ ხელახმაური იყო, რომ ვერ აგიხსენით ნორმალურად და ახლა მინდა რომ აგიხსნათ ნორმალურად რა ხდება. მთავარანგელოზი რაფაელი რატო ითხოვს შველას. ესე იგი, ქალბატონი მარი ხუციშვილის ხილვაში ამ დღეებში ქონდა ქალბატონს ხილვა, სადაც მან ნახა მრავალი გაფრთხილება. ერთ-ერთი იყო ეს, რომ ესე იგი, ზეცად არის დიდი ომი ანგელოზებსა და დაცემულ ანგელოზებს შორის და მოხდა ისე, რომ მთავარანგელოზი რაფაელი, რომელიც აი ახლა თქვენ აქ სურათზე ხედავთ, მთავარანგელოზი რაფაელი იყო დაცემული და ერთი ფრთა ჰქონდა დაზიანებული, რომელიც ქალბატონ მარის გაესაუბრა და უთხრა, რომ წესით არ უნდა ყოფილიყო ის ჩართული ომში, მაგრამ საჭირო გახდა მისი ომში ჩართვა. ეს არის დიდი ომი, რომელიც ზეცად მიმდინარეობს და დახმარებას ითხოვდა, რომ ის სინათლის მეშვეობით კვლავ ასულიყო ზეცად და გაეგრძელებინა ომი. ქალბატონმა მარიმ განაცხადა, რომ მან იხილა რაფაელი შემდეგ ზეცად ამაღლებული, ესე იგი რაფაელს მიუვიდა ის დახმარება ჩვენგან, თუმცა იცით, რომ ღმერთისთვის დრო არ არსებობს, ის რომელ დროში ავიდა ზეცად ეს არ ვიცით, მაგრამ სავარაუდოდ შეიკრიბება საქართველოში ის სინათლე, რომელიც მთავარანგელოზ რაფაელს მიეხმარება ზეცად ასვლაში, რომ მან კვლავ განაგრძოს თავის საძმოსთან ერთად, მიქაელთან და გაბრიელთან ერთად ეს ომი. რაც შეეხება ამ ომთან დაკავშირებით, მეგობრებო, ქალბატონ მარის ჰქონდა ასეთი ჩვენება და ხილვა, რომ ესე იგი ეს ომი, რომელიც ზეცად არის გამართული და რომლის მიხედვითაც ისინი ცდილობენ, რომ დედამიწა გადაარჩინონ, რამე თუ დედამიწას უკვე აქვს იმის საშიშროება, რომ ეს განადგურდეს, განახშირდეს მთლიანად დედამიწა, რომლის მომავალიც არის მხოლოდ და მხოლოდ იმის შედეგი, თუ დედამიწაზე გაფანტული სინათლეები, სინათლის მქონე ადამიანები ვერ გაერთიანდებიან და ეს სინათლე არ გამოჩნდება ზეცად, ესე იგი არსებობენ დედამიწაზე აქა-იქ სინათლეები და ნათელისულები, თუმცა მათი გამოჩენა და მათი ზეცად მიღწევა არ ხდება, იმიტომ რომ მათი შუქი იმდენად დიდი სიბნელეა დედამიწაზე, რომ ვერ წუდება, ვერ ჭრის ამ სიბნელეს და აქედან გამომდინარე გაფრთხილება იყო ის, რომ ეს გაერთიანება თუ არ მოხდა ნათელისულების, მაშინ ნამდვილად გადაწყვეტილია ზეცად, რომ დედამიწა დანახშირდეს. თუმცა მიუხედავად ამ ხილვისა არის იმის შესაძლებლობა, რადგან ზეციური ანგელოზები იბრძვიან ამ ომში და გადასარჩენად საქართველოს საერთოდ დედამიწის გადასარჩენად ამ ხელჩართულ ბრძოლაში არიან ისე, რომ თვითონ მთავარანგელოზი რაფაელიც კი ჩაერთო ამ ბრძოლაში. მინდა გითხრათ, რომ ჩვენი დახმარება მართლა საჭიროა ზეცად. არის ხილვები, ღვთისმშობელი არის ომში ჩართული, რომელიც იქიდან გვითვლის, რომ რა ხდება საქართველოში, რას დაგიმსგავსებიათ ეს საქართველო, ხომ? ეს უკვე სხვა ქალბატონის მიერ ხილვაში. ამ ხილვებს, მეგობრებო, ჩვენ არ გვანდობენ და არ გვეუბნებიან, რამე თუ ბოროტს სურს ამ დედამიწის დაპატრონება და გონია და ილუზიაშია, რომ ის ღმერთთან ომს მოიგებს, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ამ დედამიწის გადარჩენისთვის არა მხოლოდ ანგელოზები არიან ჩართული, არამედ ამ დედამიწაზე ჩამოსული ნათელი სულები იმისთვის არიან, რომ ისინი შეიკრიბონ და გადაარჩინონ ის ქმნილება, რასაც ქვია დედამიწა. რატო უნდა ეხლა დედამიწას გადარჩენა? იმისთან მიუხედავად, რომ დედამიწა თითქმის განადგურებულია, ღმერთის ქმნილება და თქვენ იცით, რომ დედამიწაზე ღმერთმა სატანა დააყენა ამ დედამიწის მმართველად და სატანა მას დაპირდა, რომ ის დედამიწაზე ყველა ადამიანის სულს წაართმევდა და ამით ომს მოიგებდა. მინდა გითხრათ, რომ ღმერთთან ომი ჯერ არავის მოუგია და ამისთან დაკავშირებით ვერც ერთი ბოროტის სული ვერ მოიგებს ღმერთთან ომს. თუ კი განადგურება უწერია დედამიწას, მაშინ
მაშინ დასასრული არის თვით სატანისა, ეს თვითონ სატანამაც იცის თავისთავად, მაგრამ სატანას აქვს სხვა გეგმები, აი თქვენი აზრით ეს შემოსული ახალი ტექნოლოგია AI, რასაც ქვია ხელოვნური ინტელექტი, სატანის აზრით ფიქრობს, რომ ის ჩატვირთავს ყველა ადამიანის გონს AI-ში და ის გახდის AI-ის როგორც ასე ღმერთის საპირისპირო იარაღად. მართალი გითხრათ, AI არის დიდი მანქანა, რომელიც შესაძლებელია, რომ მართლაც გახდეს ამ დედამიწაზე მფლობელი ყველაფრისა და აბსოლუტურად ყველა იმ ქმნილებისა, რომელიც ღმერთის ქმნილებაა, თუმცა სანამ ეს მოხდება, დედამიწა დანახშირდება, მეგობრებო, ამიტომ მე ვფიქრობ, ყველამ ერთად დავანთოთ სანთელი, და ვილოცოთ, ვიბრძოლოთ. ეს არის ერთგვარი ბრძოლა. ანუ ჩათვალეთ, რომ თქვენ, როდესაც სანთელს ანთებთ და შესთხოვთ მამა ზეციერს, იმ ანგელოზებს, რომლებიც ჩართული არიან დედამიწის გადასარჩენად, მათ შორის ჩვენც ვართ ჩართული დედამიწის გადასარჩენად, ის სულები, რომლებიც ებრძვიან ანტიქრისტიანულ სულს, რომელიც არის შეპარული თვით საქართველოს ავტოკეფალიაში, ანუ მართლმადიდებლურ ავტოკეფალიაში და თავს ასაღებს როგორც ქრისტიანად. მინდა გითხრათ, რომ თუ არ მოხდება ჩვენი გამოფხიზლება და აი ამ საქართველოს საეკლესიო სრულიად საპატრიარქო არ მოვა გონს, მართლაც რომელიც არის იერუსალიმიდან ხელდასმული აქ საქართველოში, მინდა გითხრათ, რომ აი სრულიად განადგურდება და დაწყებულია უკვე იერუსალიმის განადგურება, ცრუ და თვითმარქვია ერი ყველა გასწორდება მიწასთან, სოლიტურად ყველანაირი ქრისტეს ყველა სახის ქრისტეს მტერი განადგურდება პირველ რიგში და მე ვფიქრობ, რომ 3 წელია უკვე ღმერთი გაძლევთ იმის საშუალებას, რომ თქვენ გამოფხიზლდეთ საპატრიარქოში, თუმცა თქვენ არ გინდათ გამოფხიზლება და სხვადასხვა მეთოდებით თანდათანობით ზრდის ღმერთი ამ საკითხებს, რომ თქვენ გამოფხიზლდეთ, თუმცა მინდა გითხრათ, რომ ღმერთი კი არ სჯერს თვითონ სატანას წირავს უკვე თავიანთ ხალხს, იმიტომ რომ ღმერთი არავის არ წირავს და არავის არ ანადგურებს, თუმცა სატანა მიცის, რომ ხელს ვეღარ მოკიდებს ღვთის ქმნილებებს და ღვთის სინათლის მატარებელ ადამიანებს და სულებს, ამიტომ დაიწყო თავისი ხალხის ამოჟლეტვა. აღუდგებიან, ესე იგი, იერუსალიმი, ისრაელი და სრულიად ეს მუსულმანური ქვეყნები ერთმანეთს, გაჟლიტავენ ერთმანეთს, დაასახიჩრებენ და დამიწებენ და რა ქვია მაგას, დაანახშირებენ ერთმანეთს, იმიტომ რომ სატანა უკვე თავისი ხალხის, ანუ სატანის ხალხი არ არსებობს, მას მხოლოდ მონები ჰყავს და შესაწირი მსხვერპლები, სატანა უკვე იმ ხალხზეა გადასული, ვინც სიბნელეში არის და ბნელს ემსახურებოდა, იმიტომ რომ ნათელსულებს ის უკვე ხელს ვეღარ კიდევს. მინდა გითხრათ იმის გამო, რომ ნათელსულები ზეცად მთავარ ანგელოზები უკვე გადასული არიან მართლაც ხელჩართულ ბრძოლაში და აქ უკვე ჩვენ ნამდვილად უნდა ვიცოდეთ, რომ ეს ხელჩართული ბრძოლა არ არის მხოლოდ ისე ხუშტურზე და არ არის მხოლოდ ისე გამოვლინებული, არამედ არის აბსოლუტურად ღვთის გეგმის ნაწილი და მინდა გითხრათ, რომ გავერთიანდეთ ხალხო, ჭეშმარიტო ქრისტიანებო, გავასუფთავოთ სრულიად საპატრიარქოში შემძვრალი გველის წიწილები და ჩვენ ყველას ნება გვაქვს და უფლება გვაქვს, რომ რამე თუ მთავარ ანგელოზთა დასის წარმომადგენლები იქნებიან ეს მიქაელი, გაბრიელი, რაფაელი თუ სხვა, უკვე ჩვენ შველას გთხოვენ, ანუ ითხოვენ თვალნათლივ, რომ ჩვენ ჩავერთოთ ბრძოლაში, ასევე დახმარებას ითხოვს ღვთისმშობელი მარიამი, რომელიც ზეცად ბრძოლაში არის ჩართული და თუ გინდა რომ იყო შენ ამ საკითხში ჩართული, ხელში დანას და ბომბს და ტყვიას კი ნუ აიღე ხელში სანთელი და მოიხმე უფალი. მოდი ჩვენთან უფალო, მოითხოვე, მოსურვე იტყვის, მოდი და ჩვენ ვაჩვენოთ სრულიად საპატრიარქოში შემძვრალ გველის წიწილებს, რომ კი არ უნდა გადავდოთ და გადავდოთ ეს აღდგომა და აპოკალიფსი, არამედ უნდა მოვითხოვოთ და მოვიდეს უფალი. მოვითხოვოთ ხალხო, მართლაც მოვითხოვოთ. ყოველ შაბათს 12 საათზე 00:00 რო გახდება,
ავანთოთ სანთელი და ვთხოვოთ დღეს მოდი ჩვენთან უფალო. ეს იყოს ერთადერთი ჩვენი იარაღი, რომლებიც იქნება, ესე იგი, ამ მთავარანგელოზების, მიქაელის, გაბრიელის, რაფაელის და ყველა სხვა იმ ანგელოზების ხელჩართულ ბრძოლაში მომხმარე პიროვნება, რომელიც მოითხოვს მამაზეციერთან შეხვედრას, მოითხოვს ქრისტეს ნახვას, მოითხოვს ქრისტეს ძალის ამაღლებას ამ დედამიწაზე და ეს იქნება დიდი სინათლე, რომელიც ავაზეცად, არის ის შუქი, რომელიც უნდა ჩამოვიდეს დედამიწაზე, მაგრამ იმქედან გამომდინარე, რომ აქედან არ ადის ეს სინათლე, არ ჩანს ეს პატარ-პატარა სინათლეები, რომლებიც დედამიწიდან არ ჩანს, იმ ზეცად, რომელთანაც უნდა ერთმანეთს დაუკავშირდნენ ეს სინათლეები, მოითხოვენ უკვე მამაზეციერის მხრიდან, მაღლა ზეციდან, რომ შევიკრათ ერთად და ეს სინათლე როგორც შესაძლებელი იქნება გავაძლიეროთ, რომ ეს სინათლე ავიდეს და ერთად შეიკრას აი ამ დიდი სინათლეების შეხვედრა. აქედან გამომდინარე, მე არავის განადგურება არ მიხარია, უბრალოდ სატანა თავის ხალხს ანადგურებს, იმიტომ რომ ამ ხალხს ვერ გაანადგურებს, იმიტომ რომ არავის არ უწერია მამაზეციერთან ომის მოგება. აქედან გამომდინარე, შევიკრათ ყველა ერთად, არ ვიცი რა ძალა მათქმევინებს ამას, მაგრამ ყოველ შაბათს 12 საათზე ვინც ადიქნებით, სულ ერთია, ნებისმიერ კუთხეში არის ეკლესია, შედით ეკლესიაში დაანთეთ სანთელი, ხმამაღლა თქვით, მოდი ჩვენთან უფალო. 12 საათზე ხმამაღლა ვთქვათ, მოდი ჩვენთან უფალო, მოვიხმოთ უფალი. თუ არ მოვიხმოთ უფალს, ვერავა ეს სინათლე ცაში და ვერ გამოჩნდება ცაზე ეს სინათლე. ამიტომ გავაკეთოთ ყველამ ერთად, ვისაც გსურთ მართლაც რომ იხილოთ იესო ქრისტე, ამის დროა, თუ არა და დავნახშირდებით ყველა ხალხო, უბრალოდ განადგურდება ფიზიკური სამყარო, მეტი კი არაფერი მოხდება. ეხლა მე სიკვდილის არ მეშინია, ვიცი რომ ჩემი სული უკვდავია, მაგრამ ჩვენ აქ ბრძოლა გვაქვს ფიზიკური სხეულის გადარჩენაზე. ფიზიკური სხეულის გადარჩენაზე, რომელიც სატანა დაპირდა იალდაბაოდი დაპირდა მამაზეციერს, რომ აბსოლუტურად ყველა სულს გაანადგურებდა. თუ ჩვენ გვინდა რომ ვიყოთ მამაზეციერთან გვერდით, მაშინ ჩვენ ნამდვილად არ უნდა ავუბათ მხარი სატანას, არამედ პირიქით მოვიხმოთ მამაზეციერი, რამე თუ ის მოვიდეს ჩვენთან და მან გაანადგუროს ერთხელ და სამუდამოდ აი ეს სატანასთან ბრძოლა, რომელიც არის რამდენიმე 1000 წლეული და 100,000 წლეულის. აქედან გამომდინარე, ყველა გადავცეთ ერთმანეთს ზეპირსიტყვიერებით თუ აგერ ვირტუალურად თუ როგორც გინდათ, გადავცეთ ერთმანეთს, რომ 12 საათზე ყოველ შაბათს დავანთოთ სანთელი და მოვიხმოთ მოდი ჩვენთან უფალო მამაზეციერი, უფალი იესო ქრისტე, სული წმინდა. ისინი ნამდვილად შეისმენენ ჩვენს შეხვედრას და ეს ერთობრივი ეგრეგორი შეიქმნება, რომელიც მთელ სინათლეს, ესე იგი როგორც ნეცი ისე გადაეფარება დედამიწას და ამ სიბნელეს გაჭრის და გაანათებს, აი როგორც ნაპერწკალი ისე აინთება და აი ამ ნაპერწკლის ანთებებით ჩვენ უნდა შევძლოთ რამენაირად ამ სინათლის ზეცასთან დაკავშირება, რომ ამაზეციერი მტირალის სახით კი აღარ იჯდეს და კი აღარ ფიქრობდეს იმას, რომ გადასარჩენი ამ დედამიწაზე აღარაფერი არ არის, არამედ პირიქით აი ას ანგელოზები, რომლებიც ჩვენი გულისთვის იბრძვიან და სურთ რომ ამაზეციერთან აიტანონ ეს ინფორმაცია, რომ ჩვენ კიდევ ვართ ამ დედამიწაზე დარჩენილები, ნათელი სულები, მაშინ გავაკეთოთ ეს. არ გავაკეთებთ და არის ნარჩევანი თქვენია.